რუსთავში კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. ვაჟა-ფშაველას სახელობის ქუჩაზე ახალ საზოგადოებრივ სივრცეში მწვანე ზონები, განათების ახალი ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სპორტული სივრცე მოეწყო. ქალაქის შიდა უბნების კეთილმოწყობა რუსთავში მიმდინარე წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2025 წელს რუსთავში შიდა გზების და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციისთვის ჯამში 11 მილიონ 600.000-მდე ლარია განსაზღვრული. რუსთავში 2025 წელს დაგეგმილი გვაქვს 11 მილიონი ლარის პროექტები, რომელიც ძირითადად მოხმარდება შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგებას, განვითარებას, ახალი მწვანე ზონების შექმნას. დღესაც რუსთავში გავხსენეთ კიდევ ერთი ახალი სივრცე, სადაც განთავსებულია როგორც სპორტული, ასევე საბავშვო ინფრასტრუქტურა. გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, კერძოდ კი შიდა საუბნო მოსასვენებელი და დასასვენებელი სივრცეების მოწყობითი სამუშაოები. ახლა ამჟამად ვიმყოფებით ადგილას, რომელიც დაახლოებით 30 წელიწადია თუ მეტი არაა სრულიად უფუნქციოდ არის დარჩენილი და ახლა ამ ტერიტორიამ სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა.